ვერ მოვითმინე. ერთ სიტყვით ეხლა მივდივართ მინესოტის ტერიტორიაზე, დავდივარ ჩრდილოეთ ნაწილში და გაგვაგზავნეს ერთი ადგილას, სადაც რაღაცა მოგვაქვს, არ ვიცი რა მოგვაქვს და საინტერესო ის არის, რომ არც დისპეჩერმა, არც ბროკერმა არ იციან რა მისამართით მივდივართ. ამიტომ ამ დაუკვირველ სიტუაციამ, რა თქმა უნდა, დამაინტერესა და ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში. ესე იგი, რა მიგვაქვს, რა ხდება ასეთი ტვირთი, რომელსაც არ იციან, არ ეუნებიან, სად მიაქვს. ნუ ცოტა სადაზვე რომ რაღაცა საიდუმლო ის არის და მოიც ასე რაღაცები ჩვენ გვაინტერესებს. ეს სიტყვით მივდივართ თან მაკგრეგორი, ქალაქი მაკგრეგორი, რაღაც ეთქობა დამსახურება აქვს ვიღაცას ამ მაკგრეგორს, ჩვენ ვიცით ეს მერაბი რო ჩხოროს იმ სტილის, რო ჩხუბობს იმ სტილის ცნობილი მოკრივე რო არის მაკგრეგორი ირლანდიელი, იქიდან უცბად იზი და მაგ სახელმა ყურადღება და ალბათ რაღაც დასახლება არის მაკგრეგორი, სავარაუდოდ ალბათ რაღაცა ისტორიული პიროვნება არის. წავიდეთ. დასახლებას ქვია კრომველი. ეს ინგლისელი რევოლუციონერი, რომელმაც მონარქიზმი მოსპო, ისტორიული პიროვნება, კრომველი, როგორც მახსოვს, პირველი კაპიტალისტური ბურჟუაზიული რევოლუციის მამამთავარი ინგლისში. სავარაუდოდ ალბათ ყოფილი ინგლისიდან წამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. მაგრამ იმდენად პატარაა, რომ სტანდარტულ ამერიკულ დასახლებებს ვაგონებს რა. ეხლა ზოგადად აი რო უყურებ ხოლმე ხო? აი ჩვენ წინა ვიდეოებში ყოფილ უდაბნოებში რომ დაცარელებულია სახლები. აქაც ასე აი ერთი პერიოდი ეთყობა ცხოვრობდნენ და მერე სადღაც მიდიოდნენ და აი ესეთი ცოცხალი სიცოცხლე არ არის რა, აი დინამიკასაც ეძახს რა. უბრალოდ ეხლა იქ თუ უდაბნოებში ისე ჩანს ღიათა ჩანს აქ ეხლა ამ სცენარეულობაში ასე ბევრი მიტოვებული აი ეკლესია მიტოვებული სახლები არის. აი მაკგრეგორ 21 მილიტამში ასახლება კრომველი დავამთავრეთ და მეუყვებით ისე მინესოტის ლანდშაფტს. შემდეგი გაჩერება იქნება მაკგრეგორი. ეს მიდამოები სულ ჭაობშია რა, ნახეთ სულ წყალია და ხეები სულ წყალშია. კოვოების ყველაზე იდეალური საცხოვრებელი ადგილი. მოდიხარ და ეს ამას ძროხები ყავს ეთქობა TV-ს ვინები, ეს ნორმალის საწყობის მაგვარი სახლი არა, სახლიც არ არის, ეს საწყობია. ისე ტყის მასივები და მდელოები. დასახლებულ პუნქტს, რომელსაც ქვია მაკგრეგორი. აბა ნახოთ რა არის მაკგრეგორი. ეს ჟღერადი ხის არის რა სახელი რა, მაკგრეგორი. გარაჟია hiring drivers, აი მძღოლები ჭირდებათ. სამუშაოდ ყველა ხეტრის რაღაცა თუ რა, ხო, აი ხეტრი. ნუ ძირითადად წეღანაც რო თქვი რომ მაინც მინესოტაში ძირითადად ხეტრის იმით არიან დასაქმებულები. აბა აი წერია. შემოვედით მაკგრეგორ. ზღვის დონიდან 10 მეტრი. თვალს არის. მაკგრეგორი. აი იქით ეტყობა დასახლება, აი იქით სკოლაა. აქეთ რა ხდება? Best Builder
დასახლებული პუნქტი სად არის? აი იქით არის ხო? შემოვლით გზით შემოვარეთ. აი ლიანდაგის შპალი როგორა ქართულად. Minnesota 65. ეს აი ბარი გასართობი ადგილი ხო? ჩორებრი ეს პარასკედა შაბათს ნაღვხვიდი ახლა დრო გაატარა. აი საერთოდ მაგრეგორი კაცო. აი იქით არის დასახლებული პუნქტი. ჩვეულებრივი ამერიკული ერთსართულიანი დასახლება. ეს როგორც იცით ხო, ცენტრალურ გზაზე არის ეს კომერციული პუნქტები, მაღაზიები და მაგის და მაგვარი შეიძლება სასტუმროც არის, აი ეგ სასტუმროც გამოჩნდა. სასტუმრო ყველგან მომგებიანია რომ დაფიქრდე რა. თავარია შენობა აშენო მაგის საშუალება გქონდეს და მე სტუმარი ყოველთვის მო. აბა სად არის ჩვენი ხო რა, მე შეტყვის იმებს ხედავთ ეთქვა რაღაცა ხესთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ რაღაცა პალეტები, აი პალეტები მოვაგდა, ალბათ სავარაუდოდ ეს პალეტები, ანუ ქართულად როგორა პალეტი, ბატონი რუსულად, ქართულად დასაყენებელი ალბათ ხო? In 500 feet. აი რა, დატვირთ. აი ეს იქნება ალბათ სამოსაღები რა. კი. რასაც შევიდეთ ჩვენ ახლა რა. ალბათ აქა ეს ორგანიზაცია მაგ შესაძლოა სად არის ალბათ ეს არის. ფერტონტი დაი, სამუშაო ადგილებია. ხო, ნუ ჯერ არ მისურვა ოფისში, მაგრამ უკვე ხვდები რომ აი ეს იქნება წასაღები რა. ეს აქია. ქართულად როგორაა კაცო პადონი? ნუ დასადები ისინი რა. თვითონ დასაღები. აი. ოკეი. მე ასე ფიქრობ, სად არის, სად უნდა მივიდე, ალბათ იქით ხო, აი. დასატვირთი ფიცრები, ხა ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ხეთყის იმაში ვართ. რაიონში და ნუ ეხლა ეს კაი ბიზნესი იქნება, იმიტომ რომ მთელი ტრანსპორტი ამით სარგებლობს ხო, ამით ტვირთები და ისინი ამით გადააქვს. ხისუნია ესე გავჩერდება. ხის ნაწარმი, ანუ მაგარია რა. ეხლა საბჭოთა პერიოდში მთელი რუსეთი გვამარაგებდა ამ ხიდს და ეხლა უკვე Where is office? Right here. You are office, yeah. Just one moment, I show you. One moment, just. ამოვყევიო, მე და მე ვარ ოფისიო. აი, აქ როგორ შევეტიო, ეცადაც. აქ ვერ შევეტიო ეს. აქ ვერ შევეტიო ეს. I turn off. ოკეი, მაგრამ აქ ვერ მოვეტევ, შევეტევი. I will turn here. I
I will turn here and go here. Yeah, we're gonna go down there. So Yeah, yeah, you somehow yeah. can. Do you can, have a place over here? I will turn here and come here. Okay, yep. Because it's a very small place, yeah. Okay. If I go out here, დავიჯახო ეს დაუმტრივ არ გამოვა რაც. Okay, შევეძებდა რა კუ ამას ავიწყდება რომ პალეტი არ არის, მაგრამ ამასობაში ამ სიაროში ამ საწარმოსაც შევხედოთ, ხო? ეთქობა გამზადებენ ნახერხი რაღაცა მთელი ამბები ტექნოლოგიები. რა დანადგარებია, ნახე როგორები. პატარა ექსკურსია ხანაში. ახლა თუ ფაბრიკა, ამას ფაბრიკა მოიყვეთ, თამაში არ შევიდეთ რომ ჩვენი ვაიმე გავიდეთ ალახება, ცოტა კი ცოტა დაიცრებოდა. დადი გამატარი, ოკეი. იმას უნდა და იქ შევცულიყავი კაცო, ხა ეს რო დავამტრივო, არ იქნება კარგი. მაისეც კარგი არა მეგობრებო, რომ აი ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებაში. აქ ახლა ნამდვილად ვერ მოვატრიალებდი რა. წამოვყევიო. ეგ არის რა, ბრუნვა, თავარია ბრუნვა იყოს და ამერიკაში მაგის მოთხოვნა არის. Okay. აქ დააყენო, ნახოთ რა ხო, ოკეი, всё, გავიგეთ ახლა. გავაღოთ კარები. აი აქ უკვე მივაყენე. არაფერი პრობლემა არ არის, ასე წავალ და გავარი ახლა კარები გავახოთ. არც პიკაპი, არც ოფისი. მე თვითონმა რომ ოფისი ემა როგორ მითხრა, თვითონ გადაწყვიტავენ სადღაც წავიღო, მე მიცამათ მეწყია. მოდი ახლა ჩვენ დავაყენოთ, შევაყენოთ. Is not okay. Home is not. Ore, აი მას არ დავეჯახოთ ამ ფიცრებს რა ქვია, პალეტებს. ამასაც ახლა მოვიდა რომ თავისი ის წაიღოს, ესეც ბადვილობრივი ის არის. ჩვენ კარგად მივდივართ, ახლა მივაყენოთ, თავი კარები არ დავაჯახოთ, ნელა. всё, მივაყენეთ. ეს კარგად არის მარჯვნივ. მარცხნივ. მაინც გადავიდეთ შევამოწმოთ. ისე ხისუნია, აი სურამში და ბოჭემში ვახობე. აქ შეამოვნეთ რომ მე აი ხისუნი, თქო ფიჭნარია. უსვა მოვაყენე ეს. It's okay? კარგად ადგას. Hello. მთელი ტექნოლოგია საშრობია, აშრობენ ეთყობა. აი მას ხის ნაწარმისგან აკეთებენ. მაგარი ბიზნესია რა. და მე ვიცი, აი ზოგჯერ რო რჩება ხოლმე ტვიც რო გადმოვტვირთავთ ხოლმე, ხო? ეს რო ჩააბარო $5 გაძლევენ. მე კალიფორნიის ნიმეებში მინახია. თავისთავად ახლა ხმარებაში ფუძდება. ახალს აკეთებენ და მოთხოვნა არის. რა ადვილია ბიზნესის გაკეთება, როდესაც იცი რა მოთხოვნაა. ამას ახლა არც აწონოა და არაფერი მძიმე არ არის ნამდვილად.
მე ამ სუნით ნებიურო, სუნით. ნარკომანები ვარია. აქეთ რა ხდება? დღეს საწარმოა, სადაც ეთყობა აწყობე. თერე დანადგარი მოხდა. და ნუ იღებო და მე აღარ გადავიღებ. ავიაროთ ეხლა არ ვიცი ზოგი სპეციალისტი, ხეტყის სპეციალისტი რო არის, ალბათ სუნით ხდება რა რომელი ხე არის, ალბათ ფიჭნარი და ნაზნარი, რა ვიცი. რას გაიგებს. ესე იგი თლაც საიდუმლო ტვირთი არ ყოფილა. და მის ამას გვეტყვიან სად უნდა წავიდეთ, ალბათ მე გვეტყვიან ყველა. ეხლა საქართველოში ასეთი ბიზნესი არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ეხლა რას ტყე გვაქვს ისიც გავანადგურეთ, რა დაგრჩება. ეს დიდ ქვეყნებს შეუძლიათ როგორც ამერიკას, რუსეთს, კანადას და პატარა ქვეყანა ამ ბიზნესით გამორიცხული. კარგო, ვერჯერ როგორი მანქანა ყავს, აი. ენუდი, ამერიკელები ძირითადად აი ამ მანქანით დადიან, ასე უყვართ ხოლმე. ასე ყვავანი წყულები. ამერიკელების სიამაყეა, Kenworth. რომელი უფრო ლამაზია, მეგობრებო. ჩვენი კარგო თუ ეს კარგო ოხტა ლამაზი გოგოს ავიჩავდა. ეს უხეშია რა. Hello. Peromel mankana საერთოდ მეგობრებო. მაგვა ამერიკოსთვის თუ აი ამ უფრო ცოტა მოსვეტო მოთანაბრევ მანქანას. სხვათაშორის ეს ურკინებშია რა. 20-30 წელი შეულებრივად ხმარობენ ხოლმე ურკინებშია და ეს ხო კინაა და ეხლა ეს პლასმასია. შუბუქია და ეს დიდი ხანია ყავთ ხოლმე რა და ეხლა ეს თანამედროვე ტექნიკაში ხო იცი როგორ ავტომწარმოებლები ისე აკეთებენ მანქანებს, რომ მალე გაფუჭდეს და ნაწილები იყიდონ რა. ეხლა შეიძლება ახალი მანქანა გამოიყვანო ასეთი. და უკვე 1 წელიწადში, 2 წელიწადში აღარ ვარ გადა. ის ძველი მანქანები არიან და არის 20-30. იმ დროს ნახე 35 წლის მანქანა ყავდა ჭოს. გამედვილად ამძლევი რა. ეხლა უკვე ცოტა კომერციული თვალსაზრისით ასეთი გამძლე მანქანები უკვე აღარ ჭირდება. წამგებიანია ფინანსურად. მედია ჩემო კარგო არ გეწყინება ეს ასეთი ის მაგრამ ჩვენ ხო იცი ვაჩვენებთ იმას რაც არის რეალობა. შენს კარგი ხარ, კარგი. თან გადავალოთ სანამ აქა ვართ. შენ ჩიკაგოში რო ვიყავი, რო დავდიოდი და ეს ოფრი რო გამოდიოდა, აქ ერთხელ შვენი ვაწყავა და ეს სიგილის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს რა. იანი რამე ეს გინდა, არც ოფრი მოგივა და ხალისეც ხარ. სად არის? დავიდა ჩვენი კენუთ. დასაძინებელი ამას უფრო პატარაა, ჩვენ უფრო დიდი გვაქვს. კომფორტით ეს ჯობია. კომპანიის Elk River, Minnesota. ეს კომპანიის იყო ადგილობრივია. ეს კომპანიის მანქანა.
იქ წავიდა საბუდები იქ უნდა ავიღო. ნახოთ. თავიანთი მანქანები ყოლია, ნახე ტრაელი უკვე კომპანიის ლოგოც ადევს. როგორ ამბობენ, სამ პაიუ, სამ დირექტორ, სამ პაიუ. მე თვითონ დირექტორი ვარ, მე თვითონ მართო, მე თვითონ ხელმძღვანელი ყველაფერს. ესე იგი თავისი მანქანებიც ყავდა, ეთქობა რაღაცა შეკვეთა თავის მანქანებით ვერ აკმაყოფილებენ და დაუკავშირენ ჩემო დისპეჩერმა იყო დაუკავშირენ ჩვენ დისპეჩერს და ჩვენ დისპეჩერი და ბროკერის საშუალებით მე შეუსრულებ რაღაც დამატებით სამუშაოს. ეთქობა თავის მანქანები არ ეყოთ. ეგ მომენტია რა. აი, ესე იგი ამ კომპანიას ქვია Savannah Pallets, McGregor, Minnesota. ეს კომპანიის მანქანაა და დიდი ასე ვთქვათ პალეტების ფაბრიკა. იქიდან მოაქვთ ეს ნედლი ხის ნაწარმი, მე იქ შიგნით ამზადებენ და თავისი ტრანსპორტით მე ამარაგებენ. Savannah Pallets. საბუთებს. აი პეტაპის ბურსელი მომცეს, არჩოფიში შემიშეს არაფერი და აი მის ამაზე უნდა წავიდე. ოპერატიულად დამტვირთეს. ეხლა ნახოთ სად არის ესა. ესე იგი, რამდენი წუთით გავა? ესე იგი 25 წუთით არ გავა და 25 წუთით დამტვირთეს. წადიო. აბა რას ვიზარდ? მოვიდეთ რომ იმას არ შევეხოთ იქ, არ დავეჯახოთ რამოცას. ო ისეთი მსუბუქი ამას არც აწონვა უნდა არაფერი. ახლა მე ისეთ ადგილას უნდა გავჩედი, რომ ეს ტვერი ამომაქ ხოლმე და ჩვენი კარგო ხო უნდა დავსვაროთ და არა მაინც მომიწევს დასვლა ეს ტვერიანი ისინია. თუმცა აგერ გავა რა, აი ცოტა აქეთ უფრო ასფალტია და მე გადავალ და გავჩერდები და მე მოგაქეს ტვერი მანქანაში მე წმინდა ვსყურებ და აგერ გავჩერდები ასფალტზე და მისამართსაც ავკრიფავ, სად მივდივარ, როგორ მივდივარ და ასე შემდეგ. ამასაც დაბმა არც უნდა მსუბუქია, არაფერი პრობლემა არა, მოდი ახლა დავკეთოთ ეს ყველაფერი. ოკეი, ჩავკეთეთ, აიდეთ ახლა. ნახოთ რამდენი კილომეტრი, რამდენი მილი გვაქვს გასავლელი. ჰიპოთეზი ეს ყოფილა Fort Dodge, აიოვაში. Fort Dodge, ქალაქი Fort Dodge. აბა ნახოთ რამდენი. 288 მილი. აბა ეხა ავკრიფოთ რამდენი უფრო ეს რუკი და ექნება. Turn left on Minnesota 65, then take the first left. 340 მილი. 340 მილში იხდიან $1000. ძალიან კაი ფასია, რამდენი გამოდის რაღაც 2 და 80. რო იყვიან გრეხ ჟალავაცა. წუწუნი რო დავიწყო. არა, მაგრამ ამას დღესვე კი ჩავალ, მაგრამ უკვე იქ აიოვაში ეცე დილით უნდა ვიყო რა. წყნარად ჩვიდა წავა. ცუდი ტვირთი ნამდვილად არ არის. არ არის. დავიძარით McGregor-დან. Minnesota 65, then take the first. ერთ სიტყვით მეგობრებო, ესე იგი 340 მილი გვაქვს გასავლელი. თავისუფლად გაივლი 5 საათში, მაგრამ სავარაუდოდ 6-7 რო ჩავალ, იქ არავინ არ იქნება და არა ჩვიდას მივა და დილით უკვე მიტვირთები. მე ესეთ მოვიდა რომ ჩვენი კარგო ამართლებს თავის იმას, ნახეთ, სინამ თავის სახეს ამართლებს და ასე გააგზავნოს, არა კარგო. ასე ოპერატიულად, ასე ლამაზად, კაი დიდი ხანი არ მახსოვს რომ დავტვირთულიყავით. მინდოდა რაღაც საიდუმლო რაღაცა ვეპოვა, მაგრამ არა, ესეც რაღაცა ხომ ნახე.
კარგით აბა მეგობრებო, გემშვიდობებით და სულ კარგ და კარგ ხალხში გქონოდეს საქმე და კარგ საქმეებში გქონოდეს საქმეები რა. კარგად მომვარ საინტერესო შეხვედრამ.